სამთავრობო ორგანიზაცია დედათა კომიტეტს გუშინ უკვე საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ ჩვენმა ორგანიზაციამ უკვე დაიწყო ახალი მიმართულებით მუშაობა. ეს არის საქართველოს ერთიანობისთვის მოღვაწეობა, შემდგომი ეტაპები. კონკრეტულად გუშინ, ესე იგი, ჩვენ საზოგადოებას წარუდგინეთ აფხაზი ქალების მოძრაობის ლიდერი, რომელიც ესე იგი ჩაერთვება ამ საქმიანობაში, ეს გახლავთ ქალბატონი გულნარა ლაკერბაია და ჩვენ ამავე დროს გვაქვს გამზადებული პროექტი, ეს არის ორწლიანი პროექტი და აქ არის დეტალურად გაწერილი ჩვენი მიზნები, ჩვენი ხედვები, თუ როგორ შეიძლება აფხაზ ოს და ქართველებს შორის აღსდგეს ის ჩატეხილი ხიდი და ჩვენ ისევ და ისევ შევძლოთ ურთიერთთანაცხოვრება. აი ეს არის ჩვენი ძირითადი მიზანი და სწორედ ეს მოძრაობა აი ამას ისახავს მიზანს. უფრო ვრცლად ქალბატონი გულნარა თავად ისაუბრებს ამ თემასთან დაკავშირებით და ჩვენ მიგვაჩნია, რომ ისევ და ისევ კულტურული, თქვათ, და სხვადასხვა ღონისძიებებით ახალგაზრდებზე გავაკეთოთ აქცენტი და ყველაზე მთავარი, აფხაზეთში ჩვენ შევქმნათ საკმაოდ ძლიერი მოძრაობა და აფხაზი დედები იქნებიან ამ საქმეში ლიდერები ერთიანი საქართველოსთვის. დიახ, ჩვენ ვაპირებთ აფხაზი ახალგაზრდების გადმოყვანას. არასამთავრობო ორგანიზაცია დედათა კომიტეტიდან იქნება, ჩვენ ვთანამშრომლობთ აფხაზეთში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, კონკრეტულ ორგანიზაციებთან, ვინც უზრუნველყოფს აფხაზეთის ტერიტორიაზე, აფხაზეთის ყველა ქალაქიდან, სოფლიდან, ესე იგი, ახალგაზრდების გადმოყვანას აქეთ დანარჩენ საქართველოში. ჩვენ მათ უნდა დავანახოთ, რაც კარგი გაკეთდა და ყველაფერი საუკეთესო უნდა ვაჩვენოთ. ეს ჩვენი გეგმები არის, იგივე ინფრასტრუქტურა, იგივე მიღწევები ჩვენი, იგივე ამავე დროს გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი სამედიცინო პროექტები და ამაში არის ჩართული საუკეთესო პროფესურა ჩვენი სამედიცინო ინსტიტუტის და სხვადასხვა კლინიკების, სხვათა შორის ამ სამედიცინო პროექტს სათავეში ჩაუდგება სოხუმიდან იძულებით გადაადგილებული მეცნიერი. ეს იქნებიან პედიატრები, ეს იქნებიან სხვადასხვა დარგის სპეციალისტები, საუკეთესო წამყვანი სპეციალისტები. ამავე დროს ჩვენ ამ პროექტში ეს იქნება ჯანმრთელობა პოლიტიკის გარეშე. ჩვენ გვინდა, ესე იგი, ამავე დროს იქ თანამედროვე თქვათ სტომატოლოგიური კლინიკებიც ჩაერთოს და მიიღონ ამ აქციაში მონაწილეობა. ეს იქნება სისტემატიურ ხასიათს მიიღებს. ჩვენ თვითონ შევალთ აფხაზეთის ტერიტორიაზე ამ ჯგუფებთან ერთად უფასო გამოკვლევები, უფასო სამედიცინო დახმარება და ასე შემდეგ. ძალიან ვრცელი სფერო არის. პირველი ნაბიჯი ჩვენ ვაპირებთ 5 სექტემბერს უკვე შემოვიყვანოთ პირველი ჯგუფი დედების და რა თქმა უნდა გარკვეული ჯგუფი იქნება ახალგაზრდების, 20 ადამიანი იქნება აფხაზური მხარე და 20 დანარჩენი იქნება შერეული დანარჩენი საქართველო და გვინდა გაწერილი იქნება ეს პროექტი, გვინდა ზღვამთა ვაჩვენოთ და ყველაფერი საუკეთესო გვინდა ვაჩვენოთ რაც გვაქვს და დავიწყოთ ერთმანეთის გულებისკენ სვლა. კონკრეტულად ამავე დროს ქალბატონ გულისმინდა გადავცე. მე გახლავართ დედათა კომიტეტის დამფუძნებელი და დამაარსებელი ქალბატონი ქეთევან ადამია. ამავე დროს დღეს მე წარმოგიდგენთ ჩვენი კომიტეტის ღირსეულ საპატიო წევრებს, ქალბატონ თამარ ელიზბარაშვილს, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ძალიან აქტიურად მოღვაწეობდა ადამიანის უფლებების კუთხით და იმ უსამართლობას ებრძოდა ქალბატონი თამარი ჩვენს კომიტეტში, იგივე უკანონო პატიმრებთან დაკავშირებით, შელახულ უფლებებთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. ქალბატონი თამარ ელიზბარაშვილი, ქალბატონი გულნარა უკვე წარმოგიდგინეთ, ქალბატონი მაია მელაშვილი, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს დასავლეთ საქართველოში მოქმედი აი იმ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებიც აფხაზეთის თემატიკაზე მუშაობს და კონკრეტულად იგი იყო რამოდენიმე პროექტში ჩართული და თვითონაც შეუძლია რამოდენიმე სიტყვით ვთქვათ წარმოადგინოს. ის ძალიან საინტერესოა. უახლოეს 2 კვირაში ჩვენ ვაპირებთ დედათა
დედათა კომიტეტმა შევქმნათ ჩვენი ინიციატივით კოალიცია იმ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებიც აფხაზეთის თემაზე მუშაობენ და ერთიანი ძალებით ესე იგი ჩვენ მე მიმაჩნია რომ არასამთავრობო სექტორმა აუცილებლად ძალიან დიდი წვლილი უნდა შეიტანოს სახალხო დიპლომატიის განვითარებაში, იმიტომ რომ მე მიმაჩნია რომ ჩვენ მშვიდობით, სიყვარულით უნდა გავაერთიანოთ სრულიად საქართველო. ჩვენ ერთად ცხოვრება უნდა შევძლოთ, მიუტევოთ ერთმანეთს, თუ კი რამე დანაშაული გვაქვს ერთმანეთის მიმართ ჩადენილი და არანაკლებ რეჟიმის მსხვერპლი, 60-წლიანი რეჟიმის მსხვერპლი არიან ჩვენთან წარმოდგენილი კომიტეტში, ჩვენ თავდაუზოგავად ვიბრძვით ყველა ეროვნების წარმომადგენლების უფლებებისათვის, ეს ცხადად ჩანს ჩვენი მოღვაწეობიდან და დღეს უკვე ჩვენ ამ ჩვენს მოღვაწეობაში აუცილებლად ვრთავთ აი ამ მტკივნეულ სამაჩაბლოს თემას, სამაჩაბლოდან გადახვეწილ ხალხს და ამავე დროს ყველაზე მთავარი მაინც და უმთავრესი იქნება აფხაზეთის მიმართულება და მე მიმაჩნია რომ ჩვენ ხალხებს უფრო მეტი შეგვიძლია აი ამ სახალხო დიპლომატიის განვითარებაში და ეს იქნება მოსამზადებელი ეტაპი იმ სწორედ იმ დიპლომატებისთვის და იმ სახელმწიფო მოღვაწეებისთვის, რომ როგორღაც მოგვარდეს და გადაწყდეს ეს საკითხი. ჩვენ უნდა დავიწყოთ ეს ბრძოლა მშვიდობით, სიყვარულით, წინააღმდეგ შემთხვევაში მე სხვა პერსპექტივას ვერ ვხედავ. სწორედ აი ამაში უნდა მიიღოს სამოქალაქო სექტორმა ძალიან დიდი ლომის წვლილი უნდა შეიტანოს. ქალბატონო გულნარა. კი ბატონო, გთხოვთ. უკაცრავად. მოგესალმებით, გულნარა ლაკერბაია. უკაცრავად დამავიწყდა. ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ ქალბატონი გულნარა გახლავთ აფხაზური წარმომავლობის, იგი არის აფხაზი დიდგვაროვანი ოჯახის შვილი, შთამომავალი და მე მიმაჩნია, რომ სწორედ აფხაზი დიდგვაროვნები და დიდებული ოჯახები, აფხაზები ლომის წილ შეიტანენ აი ამ საქმიანობაში. მოგესალმებით, გულნარა ლაკერბაია. ყველას ძალიან კარგად მოგეხსენებათ, რომ სახალხო დიპლომატიის გაძლიერება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რამაც შეიძლება იმ მიზნების განხორციელებაში დიდი როლი ითამაშოს, რასაც ქვია ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენა, ჩატეხილი ხიდის აღდგენა. ჩვენ აი ამ პროექტით გვინდა ყველა როგორც დევნილ, ისე არადევნილ საზოგადოებას უჩვენოთ, რომ შეიძლება იმ გაყინული გულების გალღობა, რაც 20 წლის განმავლობაში ენგურს გაღმა, გამოხმა სინამდვილეში არსებობს, როგორც აფხაზების, ისე ქართველებს შორის. ჩვენი მიზანი არის, როგორც აფხაზი ახალგაზრდების, ისე აფხაზი დედების, ყოველნაირად შევეცადოთ იმას, რომ მოხდეს იმ წარსულის, კარგი წარსულის გახსენება, რაც ჩვენ შორის იყოს. თუნდაც ის მაგალითები, რაც აფხაზეთში არის ერთნაირი გვარები, ჩემი გვარი იქნება თუ ნამდვილი ქართული გვარები, რომლებიც არიან ზოგი აფხაზია, ზოგი ქართველია. ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ამით მე ხას უსვამ იმას, რომ ჩვენ იმდენად ახლო ორი ძირძველი ერი ვართ, რომ ჩვენ სახალხო დიპლომატიის კუთხით უნდა შევძლოთ ამ ურთიერთობის აღდგენა. არავითარ შემთხვევაში ჩვენ არ შევეხებით და არ ვილაპარაკებთ კონფლიქტის დარეგულირების კუთხით, როგორ შეიძლება, რა უნდა მოხდეს, რა იყო მიზეზები. ამ ახალგაზრდებთან, როგორც ქალბატონმა ქეთინომ აღნიშნა, ჩვენ გსურთ, რომ ამ ახალგაზრდებს უჩვენოთ, რომ ქართველები არ არიან მტრები აფხაზი ხალხისათვის. უჩვენოთ ის ახალი საქართველო. რამდენი კარგი წინ გადადგმული ნაბიჯი არის საქართველოში, როგორც ეკონომიურად, ცოტა სოციალურად კიდე უკეთესი გვინდა, რა თქმა უნდა, იყოს ჩვენი ქვეყანა უფრო განვითარებული, მაგრამ მე ვიმედოვნებ, რომ ეს ყველაფერი მალე გამოსწორდება. ესე წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება იმისათვის, რომ სურვილი გაუჩნდეს ჩვენ აფხაზებს, რომ საქართველოსთან კარგი ურთიერთობა გქონდეთ. და მე ვთვლი, რომ აი ეს სახალხო დიპლომატია, ჩვენი არაოფიციალური შეხვედრები, ეს იქნება თბილისში თუ ნეიტრალურ ტერიტორიაზე იმ აფხაზ დედებთან, აფხაზ ბავშვებთან, მაინც იქნება იმის საწინდარი,
რომ შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ უფრო თამამად შეძლოს მოლაპარაკება აფხაზერთან და უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე მოხდეს მათთან ლაპარაკი. ჩვენ ეხლა კონკრეტულად თქვათ გვაქვს ჩვენ კონკრეტულად გვაქვს უკვე აი მე მინდა გაჩვენოთ ეს არის გამზადებული მზა პროექტი ჩვენ გარკვეული შეხვედრები გვქონდა რა თქმა უნდა აფხაზეთის მთავრობასთან ხელმძღვანელ პირებთან და იმ ადამიანებთან ვინც აფხაზეთის საკითხზე მუშაობს და რასაკვირველი არის ძალიან დადებითი და პოზიტივი მოდის და დღეს ჩვენ მივმართავთ სრულიად საქართველოს და საქართველოს ფარგლებს გარეთ მოღვაწე ადამიანებს თუ კი ვინმეს გაუჩნდება სურვილი ყველაფერი მაინც არის დაკავშირებული გარკვეულ ფინანსებთან და ჩვენ ვითხოვთ რომ ესე იგი დაგვეხმარონ და დააფინანსონ ეს პროექტი ეს იქნება საშულთაშულო საქმე და მეტად მე უკეთესი გზა ჩვენ არ გვეგულება და მე მიმაჩნია რომ ქალის როლი იქნება აი ამ კონფლიქტების მოგვარებაში უმნიშვნელოვანესი ყველაზე მთავარი ჩვენთვის განურჩევლად მე მიმართავ დღეს საქართველოს პრეზიდენტს პრეზიდენტის ადმინისტრაციას მე მიმართავ დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს რომელსაც მთელი დიდი იმედით და დიდი მოკრძალებით და დიდი პატივისცემით შევყურებთ მე მიმართავ ამავე დროს დღეს ჩვენი მთავრობის წევრებს პარლამენტარებს ყველა იმ ბიზნესმენს და ყველა იმ ადამიანს ვისაც ტკივა აფხაზეთი დაგვეხმარონ აი ამ აფხაზი დედების მოძრაობას შეუწყონ ხელი და უზრუნველყონ ჩვენ ვაპირებთ უკვე რომ პირველი ღონისძიება ჩვენ ვაპირებთ ზამთარშიც ზაფხულშიც გამოვიყვანოთ იქედან ჯგუფები და ვაჩვენოთ ჩვენ დანარჩენი საქართველოს სხვა გზა მე არ მეგულება ჩვენ უნდა გავაერთიანოთ საქართველოს ჩვენ უნდა გავამთლიანოთ ჩვენი სამშობლო და ჩვენ ქალებმა უნდა მივიღოთ ამაში გარკვეული როლი და მიმაჩნია რომ დღეს ქალს უფრო მეტი შეუძლია ასეთი მე მგონი ამ პროექტში ძალიან მნიშვნელოვანია ყველა პუნქტი ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია რა თქმა უნდა მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია როდესაც ვლაპარაკობთ ერთიან ეკონომიკურ პროექტებზე აქ იგულისხმება მცირე ბიზნესის წახალისება დახმარება აფხაზეთში მყოფი ქალბატონებისათვის მე მგონია ჩვენ ამას შევძლებთ შეიძლება ყოველნაირად დავეხმაროთ რაღაცით დავაინტერესოთ ამ ძალიან კარგად გვაქვს ჩვენ გაწერილი თუ როგორ გვინდა და როგორ ვაპირებთ ამას ქალბატონმა ქეთინომ როგორ ბრძანა კულტურული ღონისძიებები აი ეს თუნდაც ის ჩვენ შორის რო იყო აფხაზური ცეკვა სიმღერები თუ ქართული ცეკვა სიმღერები აქ მოწვეულ ბავშვებს სპორტული ურთიერთობების აღდგენას რა თქმა უნდა აფხაზეთში მოქმედი სამუსიკო სკოლების სამუსიკო სტუდიების მოსწავლეთა ფესტივალი გვინდა ჩავატაროთ ქუთაისში ეს კეთდებოდა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში ამაზე ჩვენი პროექტი წარუდგინეთ ისევე როგორც დღეს ჩვენ თქვენ წარმოგიდგენთ საზოგადოებას ჩვენ ყველას გავაცნობთ ჩვენს პროექტს უკვე ვიყავ კი ბატონო რა თქმა უნდა მე მომეცა იმის საშუალება დღეს და შეიძლება გავაჟღერო მე როგორც ყველას ტკივა აფხაზეთი და მე როგორც განვაცხადეთ აფხაზური წარმომავლობის ადამიანი რო ვარ ორმაგად მტკივა ეს ტკივილი იმიტომ რომ ჩემი ძმები მეგობრები ნათესავები ახლობლები ყველანი არიან აფხაზეთში ყველანაირად ვცდილობ მე როგორც ერთი იქიდან წამოსული ქალბატონი ყველაფერი გავაკეთო იმისათვის რომ რაღაცნაირად თუნდაც ჩემ შვილიშვილს გავაგებინო ვინ ვიყავით რა ვიყავით იმდენი შევძელი რომ ძალიან შევაყვარე ჩემ შვილიშვილს აფხაზი ხალხი და აფხაზური ენა შეისწავლა იმიტომ რომ აფხაზ რო შევხვდებიო მე აფხაზურ ენაზე დაველაპარაკო ალბათ რა ვიცი ცოტა ხმამაღლა თუ არ ვამბობ მაგრამ ჩემი გოგონა არის სტომატოლოგი აქვს თავისი კლინიკა სოხუმიდან დევნილი და 50%-იანი ფასდაკებით ყველა აფხაზეთიდან დევნილს მკურნალობს რაღაც ყველა ვაკეთებთ იმას რისი გაკეთებაც შეგვიძლია და მე უბედნიერესი ვარ დღეს ქალბატონი ქეთევანი ქალბატონი თბილისელი ქალბატონი ცდილობს რომ ქართულ აფხაზურ ურთიერთობებისთვის ყველაფერი გავაკეთოთ მე მგონია ალბათ რაღაც შედეგს მივაღწევთ ნამდვილად მადლობთ ზედმეტი ხარ არა ბოლო ხარ ზედმეტი